Hey, მოგესალმებით მეგობრებო, ყველს მეუბრალოდ ჯეთოდოთ ამჩილეზე მე დღეს გადავიღებ სისხლის ხავის მომდევნო ეპიზოდს. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ამასობაში არ დაგავწდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. ახალ წლამდე ჩვენი მიზანია ავიდეთ 100 გამომწერზე. იმედია შევძლებთ. ეხლა კი შევუდგეთ განვითარებას, ხო? როგორც იცით, წინა ვიდეოში დავბრუნდი ჩვენს ტომში. ვიყავი სხვა ტომში ცოტა ხნით. ხო და სამწუხაროდ ისინი გამიბრაზდნენ, რაღაცები კი მომცეს აქ, მაგრამ მოდესაც გამოვიქეცი, ეგონათ რომ მოვდიოდი, მაგრამ რო გამოვიქეცი არ მოეწონათ რა. იმედია, რამეს არ მიზამენ, მაგრამ ვიცი რომ ომი დაიწყება ჩვენ შორის. კარგი, აქ მოთოვა. ხო, ზამთარია, ახალი წელი მოდის, თუმცა აქ არ ამგონია ახალი წელი იცოდენ. მაგრამ კაი დიდი თოვლი კია დადობიდა, აქ ცოტა სახჭით შემოვიდა, მოდი ამას გავყრი გარეთ, თორე სიცივია. კარგი, გავიდეთ გარეთ. კაი ჰაერია. ზამთრით ცივი ჰაერი. ვა, გამარჯობა სეიმენ. თფება აქ კოცონზე ჩვენ სეიმენი. გამარჯობა. როგორ გეძინა? ავახარ, ხო ხარ ხოძე? კი, მეც კარგად ვარ. აიმე როგორ ცივა იყინება. მოთოვა ბედადო, მოთოვა დაბა რა იქნება? ბედაც აბნეხანი ძინავს. ჩვენ რომ მოვასწარეთ ადგომა, საინტერესო. დიდამშვიდობისა ბენადო. კი, ადგა უკვე, აი. დაიწყო გათბობა. ავახარ ბენადო. შეზგცივა ხო, ჩვენს ვიყინებით აი კოცონთან გამოვედით აგებ თფებით, თორე მართლა ძალიან სიცივია. მოყინა, წყალიც გაყინულია, თოვლი ყველგან დევს და სიცივე იქნება თან ზამთარია. გათვით, ტომის წევრებო, გათვით, მალე ომი გვიწევს. კი, ვიცი, მეც ეგრე მგონია. მაგრამ გათბობა რა შეგვიშვას არ ვიცი. ნივთებს მოგცევთ ივარჯიშეთ. კარგით. მადლობა წინასწარ. რა კაი ნივთები მომცა, როგორც ისეთ არაფერი აღარ მაქვს. გზაში რო წამოვედი, ყველაფერი დამეფლითა და გამიფუჭდა და ეხლა შედარებით კარგი ბროდი მომცა, შემა ბელადმა, ძალიან კარგი. სეიმენსაც მიცა. ამით ცოტა გავთფებით მაინც, ბრონი რო გვაქვს და არ გავიყენებით ომამდე. კარგი, მე ეხლა ცოტა ხანი გავთფები და წავალ ვივარჯიშებ, თორე ცოტა ისე ვარ. სტიმული მინდა. მათ ძალიან ბევრი ტომი მიწასთან გაასწორეს. კი. მესმის ძალიან განვითარებულები არიან ჩვენზე მით უმეტეს და არ ვიცი რა. რაღაც უნდა მოვახერხოთ რომ ვაჯობოთ. ჩვენ გაცილებით ძლიერები არიან, სტრატეგიები გვჭირდება. კი, ნამდვილად. კარგი, მოდი ახლა მე ბელადო წავალ ვივარჯიშებ, ცოტა სტიმული მინდა, ცოტა გავძლიერდები, მოდუნებული ვარ და დაბრუნდები რა საღამოსკენ. ცოტა დაღლილი, მაგრამ დავბრუნდები რა. კარგით? კარგი, აბა ნახვამდის სევენ, ნახვამდის ბელადო. წავედი მე, ესე იგი მეგობრებო, ეხლა მე მივდივარ ერთ ადგილას, სადაც აი ამ ნივთებით ავაშენებ კარავს, რადგან როგორც იცით, ბრძოლა მე არ მიხერხება, ქალაქელი ვარ, ხო და ამ ტომში სხვაგან რა უნდა გავაკეთო არ ვიცი და ტომში ვარ, მაგრამ ბრძოლებში ნადათ ვერ მივიღებ მონაწილეობას, ასე რომ ეხლა მე აქ გუშინ ღამე შუა თოვლის დროს მოვედი და რაღაც ნაკვალები დავტოვე, რომ გავყვეთ ეხლა აქ. და რაღაც კარგი ადგილი ვნახე, სადაც იმ ტომელების მოცემული ნივთებით ავიშენებ კარავს რა. ხო და ვნახოთ, რას ვიზამთ, მოვასწრებთ თუ არა. მოდი ეხლა გავყვეთ ნაკვალებს, მაგრამ თავკარგი ნაკვალები. აგერ გძელდება, აი ვნახე. კარგი, გავყვეთ ეხლა ამ ნაკვალებს. ხო, ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჯუნგლებში ვართ, რა ხდება, ვეფხვი არ გამოხდეს, მაიმუნი არ გამოხდეს, რამე არ გამოხდეს. ასე რომ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბრძოლა არ ვიცი და ხო, აქ კარავს რო ავიშენებ. თან აქ გავიხიზნები, ასე რომ ვთქვა, თუ უცბად შემოგვიტიეს, იმიტომ რომ მე ბრძოლა არ ვიცი. ხო და სწავლასაც ჯერჯერობით არ ვაპირებ, ნახოთ. მართალია ტომელი ვარ, თუმცა სწავლა მიიწევს, მაგრამ არ ვიცი რამდენად ვისწავლი. მოდი ეხლა აქ წავიდეთ ნაკვალები ვნახოთ. აი, აგერა ნაკვალები. გავყვეთ ამ ნაკვალებს. აი მგონი აქაც ავალთ და მგონი ვნახავთ იმ ადგილს, სადაც ნახე კარგი ადგილი ასაშენებლად. აი მოვედი. ეს არის ბოლო ნაკვალები, კი ბატონო. აი აქ ვაპირებ რომ ავიშენო კარავი, ნახოთ როგორ კარავს ავაშენებ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს როგორი კარავი იქნება, რადგან აუცილებლად მინდა მე რომ
გადავრჩე, იმიტომ რომ ბრძოლა არ ვიცი და მიწევს რომ გავიპარო, ასე რომ მოდი დავიწყებ ახლა მე აქ ნელ-ნელა აშენებას. მედია გამომივარ ამის აშენება. ამასობაში შეგახსენებთ ჩემო ერთგულო მაყურებლებო, სანამ მე კარავს ვაშენებ და რაღაცებს მაიმუნობ, არ გავწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. კარგით, აქ ეს რომ კარგად გამყარდეს, მაგიტო გავაკეთე, ახლა აქეთ გადავიდეთ აი ასე. მედი მაქვს მეყოფა ყველაფერი, იმიტომ რომ მე კარვის აშენების გამოცდილება აღდად არ მაქვს. მგონი ეს პატარა გამოდის, თუმცა არაუშავს აქ საყრდენი ის გავუკეთოთ, რომ არ ჩამოინგრეს კარავი. აი ასე. მგონი აქ ერთით გაზრდა მიწევს, კი ბატონო, აუ, დანგრევა მიწევს, თუმცა არაუშავს. ცოტა დრო უნდა გავიყვანოთ. რამე არ იეჭვონ, მაინც მაგასაც ვფიქრობ, თუმცა უთხარი რომ სავარჯიშოდ მივდივარ სახამოსკენ დაბრუნდები და ნუ ასე რომ ჩემი აზრით არ იეჭვებიან. კარგით, აქ ცოტა უნდა გავზარდოთ ახლა მანძილი ამ კარავს შორის, თორე ბოლოს აღარ გვიწევს. კარგი კარვის აშენება აღარ მოგვიწევს. არ გამოვა. ასე რომ აი ასე. ეს საყრდენისთვის გავაკეთოთ. აი ასე, შემდეგი ფენა უკვე, აი ასე უნდა გავაკეთოთ, სამწუხაროდ ესენი აღარ მკმარა. ასე რომ მიწევს. ასე გავაკეთოთ, ნუ შემდეგ რა თქმა უნდა დავანგრევ ამას, რადგან რა თქმა უნდა ჭირდება საყრდენი, მთავარი საყრდენისთვის რომ კარავი ავაწყო. ასე რომ ამას ოდესაც შემოვაშენებ, მე გავაკეთებ და დარჩენს. კარგით გადავიდეთ აქ. ნაშუა დღები მოვიდა, ცოტა ბნელდება, მაგრამ ჯერ არ მგონია სახლში წავიდე. აი ესე. ამას ახლა აი ასე გავაკეთებ. ასე. ეს მოვტეხოთ. აი ასე. ეს ასე და ეს ასე. აი ზუსტად მეყო კარვის ასაშენებლად, ახლა მე აი ეს ნივთები ამას მოვტეხავ თუ კარგად არის. არა, კარგად არის. მოსაღამოვდა სამწუხაროდ, თუმცა მე ჯერ მუშაობა არ დამიმთავრებია. ასე რომ მალე უნდა მოვჩე, თორემ რამე არ შეგვთეს გზაში. მოვტეხოთ რა ხმა ესმის. ალი მარჯვანა ხელი. შიჩუმე ყვირის, დედო რა ხდება? მგონი უნდა გავიქცე მე აქიდან. რაღაც ხდება. ეს საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის? მაიცა. აქ ამ კარავს ახლა გავაკეთებ კარგად. ასე. მერე უკან ასე. დანარჩენებს ახლა ჩამოვაფარებ ამას, ასე. და მალე უნდა გავიქცეთ აქიდან, თორე რაღაცეები ხდება, მეგობრებო. ვიღაცების ხმა ისმის. აქ ხო უნდა დავრჩი, არა? ხო და ამას რომ უნდა მოვახერხო, რომ მალე გავაკეთო ეს და კარგად. ასე. ბევრ ხალხს დავკარგავთ, თუმცა ჩვენმაც ესენი ჩემი თმეთები და ტომის წევრები ლაპარაკობენ, ბედადი და ის. ასე. აქ შუა გულში კოცონს დავდგამ, რომ რამე დამჭირდეს, აი ასე. კარავიც ავაშენეთ, როგორ დავიღალე. შევჭამოთ ცოტაოდენი პური და სწრაფად წავიდეთ აქიდან. და ნახდათ ძალიან ცუდ პირობებში ვარ ახლა. ბილიკის გზებსაც ვეღარ ვხედავ კარგად. ინტუიციით მივყვები გზას. შუაღამია. მედი არამე არ გადამხვდება გზაში. კარგი წავიდეთ, ახლა ჩვენ აქ გავყვეთ ამ ბილიკებს ცოტა ჩანს, მაგრამ ცოტა. მედია არ დავკარგავ ამ ბილიკის გზას. აი თოვლიც გამოჩნდა. აი თოვლის ბაბუაც გამოჩნდა. ამ თოვლის ბაბუებს აქ რა უნდა, ეგეც საინტერესოა.
კარგი, გავიქცეთ ეხლა აქ ჩვენ, აი ასე. მერე სად უნდა წავიდე? მგონი აქით უნდა წავიდე. მედია მალე მივარ ჩემ კარავში. აი, მგონი მოვედი. ხო? თუ არა? აკი, აი სათევზაო ადგილია ეგერ. სადაც ჩვენი ბელადი და სეივენი თევზაობენ. სეივედი აქ არ არის, ტოვის ბელადიც აქ არ არის. ალბათ თავით კარვებში ძირავთ. მე შევაჩემ კარავში და დავიძილებ. კარგი დავიძილებ, დავიღალე და თილას შემოგეხმიანებით თუ რამე და რა ხდება? უცბად გამეღვიძა, აქ რაღაც ხმები ისმის. ვიღაცები ყვირიან. ალბათ ნადირობენ ტყეში, იმიტომ რომ ჩვენთან არავინ არაა. მედია ვინმე არ მოვიდა. ეს ვინა? გრეინი? აქ რა უნდა? გავიქეცით! ომი დაიწყო. უნდა გავექცე მიამგენს. არ შემიძლია ამათან ბრძოლა. არა, მომზადე. გავიქეცით სწრაფად. მედია გზას დაკარგავენ, მაგრამ მე რაში ვჭირდები? გავიქეცი. გავიქეცი და უნაკვალებსაც ვეღარ ვხედავ, სად წავიდე? ჩვენი ბელადი დაჭრეს? არა, რა ხდება? კარგი, ჩვენ გავიქცეთ. გზამერია, მაგრამ აი კოცონის ნათელ იმას ვხედავ. გავიქეცით. მოვედი ჩვენ კარავში. ხوار მომსდევენ. არა, აღარავინ აღარაა. აუ ეს რა იყო? კოშმარივით დაგვადგნენ თავზე. არ ვიცი მეორე შემდეგ ეპიზოდში რა მოხდება და რას გვიზამე, თუმცა მე უნდა გადავრჩე. მე იქ არ დავბრუნდები ჯერ, ცოტა ხანი აქ უნდა გავძლო. არ დაგავწყვეტ ვიდეოს დალაიქება და ახლის გამოწერა ჩემს მაყურებლებო. ნამდვილად საინტერესოა რა მოხდება. მედია სეივენსა და ბელადს არაფერი არ დაემართება. აპა ჰე და აპა ჰო. ნახვამდის.